მითია თუ რეალობა, რომ ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა და ის თავის საყვარელ ქალს აჩუქა. ხელოვნების ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია. თუმცა რეალობა ბევრად უფრო დრამატული და კომპლექსურია. პირველი სიმართლე ის არის, რომ მხატვარს მთლიანი ყური კი არ მოუჭრია, არამედ ბიბილოს რაღაც ნაწილი. მეორე და მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ეს არ მომხდარა რომანტიკული სიყვარულის გამო. იმ პერიოდში ვან გოგი საფრანგეთში თავის მეგობართან, ასევე გენიალურ მხატვარ პოლ გოგენთან ერთად ცხოვრობდა. მათ შორის ფსიქიკურ ნიადაგზე საშინელი კამათი და ხელჩართული ჩხუბი მოხდა. სწორედ ამ მძიმე ემოციური აფეთქებისა და ფსიქოზური შეტევის დროს მოხდა ეს ინციდენტი. რაც შეეხება ქალს, ვან გოგმა ნამდვილად გადასცა ყურის მოჭრილი ნაწილი გოგონას. თუმცა არა როგორც სიყვარულის სიმბოლო, არამედ როგორც მძიმე ფსიქიკური აშლილობის შედეგი. იცოდით ამ ისტორიის რეალური ვერსია? დაწერეთ კომენტარებში, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერეთ არხი.